Ურდათი რეკრუტი ფიზის მისაღებად მოწყობილია. კურსების უფროსი მასწავლე სერჟანტი თოდუა. გამარჯობა მებრძოლებო! გაუმარჯობ! თავისუფლად! კურსი თავისუფლად! საქართველოს მოქალაქე! მე საქართველოს მოქალაქე! შევდი ვარა! საქართველოს შეიარებული ძალების შემადგენლობა! ბიძო! კეთის ინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე! კეთის ინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე! ღირსეულად განვართო წინაპართა მხედრული ტრადიციები! და მას იწვლის უკანასკნელ თუდამდე ვიმძალოთ ერთზე გამარჯვებისო! თვისა და ერის წინაშე! ვარავდეს ღმერთი! რიგითმა სამხედრო ფიცი მიიღო. კურსების უფროსი მასწავლე სერჟანტი თოდუა. მებრძოლებო! გილოცავთ ფიცის მიღებას! მოაშა! 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 თავისუფლად! სიმბოლურია რომ დღეს სწორედ თქვენ გვხვდებით ფიცის მიღების ცერემონიის ფარგლებში როგორც მინისტრი. ჩემთვისაც ეს არის თქვენთან ერთად ჩემი ქვეყნის წინაშე ფიცის დადების ცერემონია. მეც თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. დიდი მადლობა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენი მშობლების მიმართ, თქვენი ოჯახების მიმართ. თქვენ ხართ ღირსეული მშობლების შვილები. თქვენ ხართ ღირსეული მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ ჩვენ და მე როგორც თავდაცვის მინისტრი ყველანაირ პირობას შეგიქმნით იმისთვის, რომ ღირსეულად ემსახუროთ თქვენს ქვეყანას. მე ვიქნები მუდამ თქვენს გვერდით და მინდა რომ გქონდეთ იმის განცდა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად იყოთ სამშობლოს სამსახურში. ჩვენ ამ კეთილშობილ საქმეში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეხმარებიან. ეს მართლაც განსაკუთრებული დღეა არა მარტო თქვენთვის, ვინც აქ დგახართ და ვინც ქვეყანას და ერს შეფიცეთ სამსახური. არამედ მთელი ერისთვის, მთელი საქართველოსთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უპირველეს ყოვლისა უდიდესი მადლობა გადაუხადო თქვენ მშობლებს, თქვენ მეუღლეებს, თქვენ ახლობლებს, რომლებმაც გვერდში დაგიდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში. დღეს ქართული დროშა ძალიან ბევრგან ფრიალებს და ფრიალებს ძალიან წარმატებით. თქვენ ხართ დამერწმუნეთ ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი. გამსახურები საქართველოს. გამსახურები საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჯარისკაცების ეს ეტაპი. ეს არის ის მომენტი, როდესაც ჯარისკაცი პირველ ნაბიჯებს დგავს ფორმაში, პირველ ნაბიჯებს დგავს შეიარაღებული ძალების სამსახურში. ეს არის ნაწილი, სადაც ფაქტიურად ისწავლობს იმ აუცილებელ საბაზისო უნარჩვევებს, რომელსაც მე შემდგომ მთელი სამხედრო კარიერაში გამოიყენებს და ასევე დააშენებს ახალ ცოდნას. გავიარეთ 10 კვირიანი ურთულესი კურსი, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა დისციპლინებს. ეს იყო კერძოდ კავშირგაბმულობა, იყო დაზვერვა, საინჟინრო კურსი, სამედიცინო და ასე შემდეგ. დავამთავრეთ 270-მა ჯარისკაცმა, რომლებიც ვიმსახურებთ თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფებში. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, ადრე ვმსახურობდი და ეხლა გავაგრძელებ საქართველოს სადარაჯოზე სამსახურს.